მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს არის 1 მაისი 2013 წელი და კიდევ ერთხელ ჩავთვალე საჭიროდ თქვენს წინაშე გამოსულიყავი და საერთოდ შემეჯამებინა ჩვენი საზოგადოება საქართველოს წლევანდელი სეზონის ასე ვთქვათ დახურვა უკვე, იმიტომ რომ ერთვეშ თითქმის უკვე ჩვენ დავამთავრებთ მუშაობას და შემდეგში უკვე განვაგრძობთ სექტემბრიდან, იმიტომ რომ იწყება საზაფხულო არდაგები და ასე ვთქვათ ღონისძიებები ნაკლებად გვექნება, ბავშვები სწავლენ და ისვენებენ. ზოგი საქართველოში წავა, ზოგი აქ თესალონიკში. და მინდა უსურვო კარგი დასვენება ყველას, ბავშვებს, მშობლებს და სექტემბრიდან ახალი ენერგიით ბატარეები გავტენოთ, გავიაზროთ, გავაანალიზოთ, დავისვენოთ, ტვინი დავასვენოთ და სექტემბრიდან ისევ შევუდგეთ შრომას. მინდა გითხრათ, რომ როგორც საკმაოდ აღნიშნე, წარმატებით ჩაიარა ჩვენმა წლევანდელმა წელმა, ქონდა ისეთი ღირსშესანიშნავი დღეები აღნიშნული, რომელიც უფლებას გვაძლევს რომ ვივარაუდოთ ჩვენი საზოგადოების წინსვლის პერსპექტივებზე. მე აღნიშნავდი ერთ-ერთ ძალიან დიდ მიღწევას ჩვენი საზოგადოებისას იმისას, რომ წლების შემდეგ, რაც ჩვენ მოგვიხდა შრომა, მიუხედავად იმისა სიძნელეებისა, რომელიც გვქონდა წლების განმავლობაში, ისევე როგორც ბერძნული მხარისგან, ასევე ჩვენი თანამამულეების მხრიდან ღალატის, უმადურობის, რაღაც კვანტების გამოდების იყო ასეთ ძალიან ბევრი შემთხვევები, რომ მოიყვან ახლოს და გონია რომ შენი ახლობელია და შენი თანამამულეა და შემდეგში უკვე იღებს სხვა შედეგებს. ეს ასეთი მიდგომები აღნებს მარტო ჩვენ საზოგადოება საქართველოს, ამ პირადად მე, ასეთი მიდგომები უნდებს საერთოდ საზოგადოებას და საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობის ყოფნა არ ყოფნას. და მე შემდეგში, და ამიტომ ყოველთვის ვიძახი, რომ ქართული საზოგადოება არაა ჩამოყალიბებული და მას უნდა ძალიან დიდი შრომა ჩამოყალიბდეს და შრომა იმისკენ, ერთობისკენ და მადლიერებისკენ და არა უმადურობისკენ. როგორც ვიძახდი, საგან ამ თემას რა თქმა უნდა კიდევ დავუბრუნდებით. იყო ის, რომ ჩვენ ნება დაგვთეს გამოსულიყავით აღლუმზე, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ბერძნული საზოგადოებები და სკოლის მოსწავლეები და უნდა ითქვას, რომ საბერძნეთის ისტორიაში პირველად ქართული საზოგადოება, მარტო ქართული კი არა, საერთოდ უცხოელები არავინ არასოდეს არ გამოსულა ასე ორგანიზებულად, როგორც საზოგადოება
როგორც წერი გამოსულიყო საბერძნეთის აღლუმზე, ის კი არა უცხოელი თუ იჭერდა დროშას ან რაღაცა მაგაზე ჰქონდათ ბერძნებს გართულება და როგორ შეიძლება უცხოელი გამოვიდეს ჩვენ ეროვნულ ესე იგი აღლუმზეო. მაგრამ მივახციეთ ჩვენ იმას, რომ კიდევ 1 და 2 და 3 კი არის მთლიანი ორგანიზაცია გამოსულიყო და აგვეფრიალებინა, გამოსულიყავით ქართული ნაციონალური ფორმით და აგვეფრიალებინა ბერძნულ დროშასთან, ქართული დროშას აგვეფრიალებინა, ესე ჩაგვევლო და 10,000-ობით მაყურებელი გვიყურებდა და დასკვიკრავდა, რა თქმა უნდა, იყო ისეთი შემთხვევებიც, რომელსაც რომელ ადამიანებს წარმოსწონდა ჩვენი ყოფნა, მაგრამ ეს ბარიერი გადავლახეთ, როგორც წეგან აღნიშნე, მიუხედავად იმისა, რა ბარიერებიც ჰქონდა, ისე როგორც ბერძნული საზოგადოებიდან საქართველოს მაინც ჩვენ გადავლახეთ ეს და ესე იგი გამოვედით და იმედია, რომ შემდეგ წლებშიც გამოვავალთ აუცილებლად. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მე ესე ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია, ჩემი პირადი, მე მგონი უმრავლესობა დამეთანხმება და დამიდასტურებს. იმიტომ რომ როდესაც ხარ უცხო ქვეყანაში და ხედავ რომ გამოდიხარ ასეთ ღონისძიებებზე, ქმნი წარმატებულ ქართველებს, უკვე შემდეგში სხვა დამოკიდებულება ექნებათ უკვე საერთოდ საზოგადოებაში და ის ბავშვები, რომლებიც სწავლობენ ქართველი ბავშვები სკოლაში, დაწუნებული ვარ 99% სხვანაირად შეხედავს ამ ქართველ ბავშვებს, რომლებიც დადიან სკოლაში. და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს და გავაგზავნოთ გზა ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, გამოვედით ძალიან ბევრ ღონისძიებებზე, ვიყავით ქალაქ არიდიაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგს არ მოეჩვენოს ეს წარმატებულ ღონისძიებას, მაგრამ ჩვენ რაღაც გამოვედით იქ და წავედით და ბავშვებისთვის იყო ძალიან კარგი და გამოუვიდათ ექსკურსიაც, ნახეს ქალაქი, ისიამოვნეს, გამოვიდეთ კონცერტზე, ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი რამ. შემდეგში ჩვენ ქონდა დაგეგმილი თებერვალში და ასევე სხვა ქალაქებიც ქონდა დაგეგმილი და შემდეგ ეს ქალაქები გადაიდო ჯერჯერობით რაღაც გარკვეული მიზეზების გამო და ჩავატარეთ ასევე ღონისძიება ქალაქ დრამაში. დღიანი ვიზიტი გქონდა ქალაქ დრამაში, პირველი ღონისძიება გქონდა მერიის თეატრში, სადაც ტელევიზიები იყვნენ, იქ და გადაიღეს ჩვენი ახლად დაწყობილი ანსამბლის მუშაობა და ძალიან კმაყოფილი დაჩნენ. და შემდეგში ქალაქის ცენტრში გამოვედით კიდევ, ესე იგი ძალიან წარმატებით ვიტყოდი. ბავშვებიც კმაყოფილი იყვნენ, მშობლებიც კმაყოფილი იყვნენ, იქ დავსე საზოგადოება ძალიან კმაყოფილი იყო. ვიყავით ღვინის ქარხანა კოსტას ლაზარედიში, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს უშვებს და აგზავნის 60% ქვეყანაში, რომელიც ჩემი მეგობარია. დავაგემოვნეთ ეს შესანიშნავი ღვინო და ყველა ჩამოვიდით კმაყოფილი. ეხლა ვებზადებით კიდევ 23 მაისი იქნება აღნიშნავთ ჩვენი საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენი საზოგადოებისგან აღინიშნება უკვე 10 წელია, ყოველ წელს აღნიშნავთ და ამჯერადაც აღნიშნავთ ამ ღონისძიებას და მინდა მოგიწვიოთ ყველა. იქნება ძალიან ასე ვთქვათ კლასიკურ სტილში, ძალიან ესე იგი აკადემიური ღონისძიება იქნება. მე ვფიქრობ, რომ პირველად იქნება ასეთი ღონისძიება
ჩატარებული და აღნიშნული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. არ იქნება დიდი ზეიმი, უფრო იქნება განხილვა, რა თქმა უნდა. და ამ ღონისძიებისთვის გვინდა ასევე მოვიწვიოთ საქართველოსთან პოლიტიკოსი ბატონი თემურ შაშიაშვილი და იმედია მოასწრებს ჩვენთან ჩამობრძანებას და ეწევა ამ ღონისძიებას. მასთან მქონდა საუბარი უკვე გუშინ 30 აპრილს და ელოდება ჩვენ მიწვევას, რომ ესე იგი დაეწოს ამ ღონისძიებას და ასე რომ გიწევთ ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობით ჩაერთოთ. ჩვენ ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა, ბატონ თემურ შაშიაშვილთან ძალიან განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია და მისი პერსპექტივები საერთოდ თუ რა პერსპექტივები აქვს საქართველოს და რა პერსპექტივები აქვს საქართველოს საზოგადოებას და რომ ამას შეიძლება კიდევ და კიდევ ვიძახი 12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მე აქტიურად ვარ ჩართული ამ სიტუაციაში და ბრძოლა უნდა განხორციელდეს სუსხანაირი გეგმით და სუსხანაირი მიზნებით, რაც სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკოსები არ ახორციელებდნენ და შედეგებსაც ვიღებდით ძალიან ცუდს. ემიგრაციის როლი უნდა აიწიოს. ემიგრაციას აქვს ძალიან დიდი ძალა და რომ ეს ძალა უნდა იყოს გამოყენებული ქართული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის და ესაა პირდაპირ დანაშაული და ჩვენ აღვნიშნეთ კიდევ ერთხელ ბატონ თემურ შაშიაშვილთან ერთად, რომ ის ადამიანები რომლებიც არ ახორციელებენ ასეთ პოლიტიკას, პირდაპირ არიან სახელმწიფო დამნაშავეები. და მას არ უნდა არაფერი დამალვა და არაფერი თვითფერება. რაღაც მოდიან პოლიტიკოსები, მოდიან მინისტრები და არაფრისკენ არ მიყავთ ემიგრაციის თემა. როდესაც არის ამხელა პოტენციალი ქართული ემიგრაციის. მაგრამ ესენ ადამიანები არიან თავიანთ სკამზე შეყვარებული და სახელმწიფო პოლიტიკაც არ არის ჩამოყალიბებული, ეროვნულად არ არის ჩამოყალიბებული და ამდენიც არ უნდა პატივიცეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჯერჯერობით განხორციელებული არა ეს თემები, არა გახსნილი. და ველოდებით, კიდევ ველოდებით. და თუ მან არ განახორციელა და არ დაიწყო ნაბიჯები არ გადადგა სადღაც 5-6 თვეში პირდაპირ უნდა იყოს გამოცხადებული ბატონი ბიძინა ივანიშვილიც სახელმწიფოს მოღალატედ მიუხედავად იმისა, რომ არადამსახურებაც გააკეთა. მაგას არ აქვს მნიშვნელობა და ნუ ეშინია ნურავის ამის სიტყვის საერთოდ. ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული ემიგრაციასთან დაკავშირებით. ამას ვიძახდით შევარდნაძის პერიოდში, ამას ვიძახდით სააკაშვილის პერიოდში და ეს უნდა ვთქვათ ყოველთვის. არის რა თქმა უნდა პრობლემებიც არის, მაგრამ ეს პრობლემები ჩვენ უნდა მოვაგოროთ სახელმწიფოს დახმარებით, ხარჯში დგომით. და ელჩები და კონსულები, რომლებიც მარტო თავიანთ ხელფას შესწირიან, ხო? ჩვენ მარტო ეს არ გვჭირდება. ის უნდა ჩაებას ერის სამსახურში და სახელმწიფოს სამსახურში უნდა ჩაებას. და ცოტა უნდა გამოფხიზდეს ქართველი ერი და ქართველი ხალხი. და არ უნდა მისწიროდეს და თვითგვემაში არ უნდა იყოს წლების განმავლობაში. კიდევ ვიძახი, რომ პრობლემა არსებობს ჩვენში და ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, ჩვენ უნდა წავიდეთ ამ გზით. და შემთხვევით ადამიანები უნდა ჩამოწილდნენ ამ ბრძოლას და ამ მოქმედებებს. თუ არ შეუძლიათ და თუ არ უნდათ ხელს მაინც ნუ შეუშლია. ხელი შეშლისთვის თუ შესწევ ძალა, მაშინ უნდა გამონახონ ძალა ხელის შეწყობისთვისაც. და ნუ არ უნდა ეშინოდეს ქართულ საზოგადოებას. პირდაპირ უნდა თქვას, მე ადრე ვწერდი ჩვენ გაზეთში, სანამ ქართული საზოგადოება არ დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს და არ იტყვის ვინ არის, სანამ არ იტყვის თეთრზე და შავზე თუ რა ფერებია, მანამდე რა ფერი გეშველება. ყველას უნდა პირველობა, ვიცი, ყველას აქვს ამბიციები. ქართულ ემიგრაციასაც აქვს, რა თქმა უნდა, ამბიციები
და ქართული ემიგრაციაც უნდა ჩაებას პროცესში აუცილებლად. ყველანაირად. ის ადგილზე იქნება თუ საქართველოს კეთილდღეობისთვის იქნება. თუ არიან ადამიანები, რომელსაც უნდათ მონაწილეობა საქართველოში, თქვათ არჩევნებში მონაწილეობის, თავიანთი კანდიდატურების წამოყენების და ეს მისასალმებელია, რა თქმა უნდა. და ამას მხარი უნდა დაუჭიროთ ყველანაირად. ნუ არ მინდა ახლა რა თქმა უნდა კიდევ ეს მოკლე ჩართვა გავაკეთე, შემდეგში კიდევ გვექნება ჩართვები და აუცილებლად ვისაუბრებთ კიდევ ამ თემებზე. მინდა უბრალოდ აღნიშნო დავამთავროთ ჩემი სიტყვა იმით, რომ გამოვაქვეყნე Facebook-ზე ფონდის შექმნის შესახებ. რას ნიშნავს ეს ფონდი? მე არ ვიძახი რომ ვინმე მივიდეს და ფული ჩარიცხოს. რა თქმა უნდა, თუ იქნება ასეთ შემთხვევები, მივესალმებით და იქ არის ბანკის ანგარიშები, დევს საბერძნეთის ნაციონალური ბანკია, ასე ვთქვათ, ეთნიკი ტრაპეზა და დევს ბანკის ანგარიშები. მე ახლა რა თქმა უნდა არ მაქვს მაგის უფლება, რომ მოუწოდა ადამიანებს, რომ მიდით თანხა ჩარიცხეთ, რომელიც მოხმარდება ქართულ ემიგრაციას. მე გეუბნებით შემდეგს, რომელიც წლების განმავლობაში ვიძახდი და სამწუხაროდ მივიღეთ სხვა საპირისპირო მიმართულებები. ჩაწიხლის და წიხლის კვლევის მეტი არაფერი არ მივიღეთ. რომ ქართულ ემიგრაციას სჭირდება თავისი ბიუჯეტი, თავისი მატერიალური ბაზა და ამისკენ უნდა იმუშაოს და ჩვენ ყველა ვართ მომხმარებლები. და ამიტომ ჩვენ გთავაზობთ სერვისებს, მოიხმარეთ ჩვენი სერვისები, რომლებიც დევს Facebook-ში. Facebook-ში შეგიძლიათ ნახოთ ქართული შრიფტით ქართული საზოგადოება. და აქ ნახავთ ყველა მონაცემებს, რა სერვისებს გთავაზობთ და ამ სერვისების როდესაც თქვენ გახდებით მომხმარებელი ამ სერვისებით, მოიხმართ და შემდეგში კიდე მოგაწყვეტთ სხვა სერვისებს აუცილებლად. თავარი არის თქვენი აქტიურობა და დავინახოთ, რამდენად აქტიურები ხართ და რამდენად ესე იგი მოწოდებული ხართ ამისკენ, რომ ქართული ემიგრაციის ფონდი გაძლიერდეს და შემდეგში კიდე აუცილებლად შემოგთავაზებთ. მაგრამ ჯერ უნდა დავინახოთ პირველი ნაბიჯები, თუ არ დავინახოთ პირველი ნაბიჯები, უცბად ზოგი გთავაზობს, უცბად 10 ნაბიჯს გთავაზობს. ჯერ ყოველთვის ამას ვიძახდი, ჯერ ერთი ნაბიჯი გადაადგილეთ. გადაიდგას ერთი პირველი ნაბიჯი და მეორე ნაბიჯზე მე ვისაუბროთ. ჩვენ უცბად გთავაზობთ, ახლა 60 ნაბიჯს გთავაზობთ, 60 სერვისს გთავაზობთ, რომელიც გარკვეული თანხა თქვენი მოხმარების, ესე იგი, ჩვენ ყველა ვართ მომხმარებლები და როდესაც თქვენ აქედან მოიხმართ, ხო? გარკვეული ნაწილი წავა ქართული ემიგრაციის ფონდში, რომელიც დაეხმარება, რა თქმა უნდა, ქართულ ემიგრაციას აღმავლობაში და განვითარებაში, მაგრამ არის ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევები, როდესაც სჭირდება ჩვენ თანამემამულეს დახმარება, არის უბედური შემთხვევები, გადასვენება, თქვათ რაღაცა, არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები და ასე შემდეგ და ბევრი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ გზით. და როდესაც ამაზე მაქვს საუბარი, აი დასაწყისში 2000 ესე იგი 5 წელს გავხსენე სისხლის ბანკი. ერთ-ერთი საავადმყოფოში თესალონიკში არსებობს ქართული საზოგადოების სისხლის ბანკი. და ვფიქრობდი იმას, რომ ჩვენ თანამემამულებს ბევრს სჭირდება, თქვათ, იმიტომ როდესაც მას არის ძალიან ბევრი შემთხვევები, ხო? და ოპერაციები, რაღაცები და ამიტომ მოვიხმაროთ ჩვენ გქონდეს ჩვენი ბანკი. სამწუხაროდ გამოჩნდა ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ, აი უბრალოდ რაღაც ეწინააღმდეგებოდნენ და ყველანაირ ჭირს სხებდნენ ამ სისხლის ბანკს. და 1000 ჭორები დააგდეს, 1000 მილიონი და ეხლა ქართული საზოგადოება თუ ვერ გაარჩია და ვერ განასხვავდა, ვერ განაცალკევა ეს ადამიანების ჯგუფები, ხო? ეხლა ასე ვილაპარაკობ. მე ეხლა შემდეგში ბავშვი რუსეთს შეიძლება
მე რუსეთი ადამნაშავე, ამერიკა ადამნაშავე და ყველა ადამნაშავე ჩვენს გარდა მე შემდეგში. ჩვენ გვაკლია ერთობა. ქართულ საზოგადოებას აი პირდაპირ შეიძლება ეს ითქვას და ილია ჭავჭავაძეც იძახდა და ესენი უნდა გამოვასწოროთ აუცილებლად. ხალხი მე რო ვიძახე მას ზოგი იძახეს ილანძღები არ ვილანძღები. ესე იგი ილია ჭავჭავაძეც ილანძღებოდა. ყველას იმაში რა ქვია რამის ყველა სახლებში აქვს დაკიდებული ილია ჭავჭავაძის სურათი, მე არ ვიძახე სამთავრობო ორგანიზაციებში და რაღაცა. და იძახდა ასეთ რაღაცას. ტრის აფსნობი მოყრის მგნობი. და ესენი გვაქვს აუცილებლად, თვალი უნდა ანალიზი უნდა გავაკეთოთ, თვალი უნდა გავახილოთ და დავდგეთ იქ, სადაც ჩვენი პირადი და ქართული საზოგადოების ინტერესებია. დიდი მადლობა.